მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია უკვე ყველასთვის საყვარელი გადაცემა მთავარი გოგუები, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს გოგუების ბენდი სკარლეტი. მთავარი გოგუების გენერალური სპონსორია კომპანია კრისტალბეთი. სწრაფი, კომფორტული და მრავალფეროვანი სივრცე თქვენი გართობის. გადაცემის პარტნიორია ზედაზენის ლიმონათი, ქართული ლიმონათის უცვლელი გემო. 14 თებერვალი გვიახლოვდება, მიმი. წესი დღეს უნდა გშორდებოდე და 15-ში გირიგდებოდე, რომ საჩუქრის შუქება არ მომიწიოს. მაგრამ მე მზად ვარ პირიქით გავაკეთე. დღეს შეგირიგდე, რომ ხვალ გრანდიოზული საჩუქარი გაჩუქო. კარგი თემუკანუ შემაწუხე, მომბეზდა უკვე ეს მაიმუნობები და მომასვენე რა. კი ბატონო. ხო, ხედავ უკვე ერთი გამოხედვითაც ხვდები რის თქმა გინდა. გადავიდე საქმეზე? რა საქმეზე გადავიდე? რანაირად მელაპარაკებ? არა, მიმი შენ არ გეუნები. რა არის? ხო, გადავალ საქმეზე, ხო, აბა რას ვიზა? აი მე როცა მომინდება, მაშინ გადავალ საქმეზე. ხო და აი ახლა მომინდა და გადავდივარ საქმეზე. ხო, აი ახლა მომინდა და გადავდივარ. თუ თქვენი მეუღლე ღამე მღერის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგ განწყობაზეა. აბა კარგად მოусმინეთ რაზე მღერის. რანაირად ხრინავს სიზმარში ებრანჯება იმას, ვის იმას თავის კახპამდივანს, სხვასთან მღალატობს უჩინრა და ქვითომ ძინავს უწყინრა. ოჰო ძინავს თანამდროს ალბათ აბამს ნინას, ან წითელ ვარდებს ჩუქნის თინას, მარებს ეკებს ან მანანებს, ქალის სახელებს რადალებს. ისე ძინავს ქალებში, არც მიყურებს თვალებში, შეხედე როგორ მირევს გულსო, როგორ ძუს. რა ხდება, რა არის? აი ეგ შენ უნდა გკითხო რა ხდება. რა უნდა მკითხო, რა მძინავს, რა ხდება? ვისთან ერთად გძინავს? აუ, გაგიჟდი ხო შენ? ვისთან ერთად გძინავს? შენთან ერთად გძინავს? ვერ ხედავ ვისთან ერთად გძინავს? სიზმარშიც ჩემთან ერთად გძინავს, ხო? აბა ომარიკო დაიფიცე. აუ, შენ ხა აურიე ხო რაღაცებს დამაძინე რა, ძალიან გთხოვ, დილით სამსახურში ვარ, წასასვლელი ხანო. ანუ არაფერი. რა არაფერი? ხო არაფერი გავიწყდება. მიყვარხარ ჩემო ცხოვრება. ძალიან შევიჭერი, რა ეჭვიანი ვარ და შტერი, აჰა დავაგდა ყველაფერი, როგორ ვიფიქრე გიაზე, ჩემს ერთგულ ბარტყონიაზე. რატომ გაეცინა, მობრუნდა საზიზღარი ნინა, ბალიში როგორ მიწვინა, ნახე რა დღეში არიან, იცი რა ჩემი ბრალია. ისე ძინავს ქალებში, არც მიყურებს თვალებში, შეხედე როგორ მირევს გულსო, როგორ ძუს. რა გინდა, გოგო, რა? აი რა მინდა, ეგ იმას კითხე რა. ვისთან ერთადაც იყავი, ეხლა იმას კითხე. შენ ნორმალური ხარ, გოგო? საწავიდა. ვისაც წავიდა? საწავიდა მითხარი? ვინ? შენი მდივანი ნინა შეყილოვა. ვინ არის, გოგო? ნინა შეყილოვა ვინ არის? გამაგებინე, ჯერთი კაცია, ჩემი მდივანი. კაცია? ხო, და დამაძინე რა, მეჩქარება დილით სამსახურში ვარ წასასვლელი. ახ. კაცი თუა, კაი. გაიძინე. გაიფანტა ეჭი, თურმე კაცი არაღას ერჩი, მოიცა კაცი უწევს გვერდში, ძილი ბოლომდე დამიფრთხა თავისი პირით რა მითხრა, რა გაუძლებს ჭორებს, სხვა ქმრები დასდევენ გოგონებს, კაცურად ღალატობენ ცოლებს, ქალისკენ მიუწევთ გული, ჩემია განსხვავებული.
ხდება რა? რატო არ მაძინებ? გამელაპარაკე და ყველაფერს გაგიგებ. რას გამიგებ? გოგო მეძინება რა უნდა გამიგო? დამაძინე რა უნდა გამიგო? კაცთან მღალატობ. ბოლომდე გაგიჯდი თუ რა კაცთან გღალატობ? რო საიდან მოგაკ ესეთ რაღაცა? აბა დამიმტკიცე. რა დაგიმტკიცო, გოგო, რა დაგიმტკიცო? დამიმტკიცე რომ კაცთან არ მღალატობ. ეგ დაგიმტკიცო მე შენ? ხო. კაი, ჩააქრე ჩუქი ერთი წამი, მოდი. არასოდეს გაგჩენიათ კითხვა, რატომ არ არიან ფეხბურთის კომენტატორად ქალები? მე პირადად გამიჩნდა. ხო და თუ ხართ კიდევ ჩემნაირები, მოდით ერთად ნახოთ, გაეცემა თუ არა პასუხი ჩვენს კითხვას. აუ, ვიწყებ. მოკლედ მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ შენ აქ სტაჟირებაზე იყო და აბა შეინც ხა უნდა მოინდომო და არ ინერვიულო. აუ არა გოგო, იმდენი რამე წავიკითხე ფეხბურთზე და იმდენი რაღაცები ვიცი რომ გაგიჟდები. აი შევდივართ ერთ-ერთი. შევდივართ, მოემზადე. ხო, მიდი. არ შეგეშინდეს რა, არ ინერვიულო, მიდი ყველაფერი კარგად იქნება. საღამო მშვიდობისა, ეს პარკ დე ფრენსია, სუფთა საფეხბურთო ამინდი, მაგრამ დღეს პარიზის მოწმენდილ ცას მადრიდიდან დიდი სამეფო ღრუბელი რეალი შეუტევს. საღამოს 10 საათი 80,000 მაყურებელი, ხოლო ამ მატჩის კომენტირებას გაუწევთ მე, ანი და ნინი. მოგესალმებით მეგობრებო, აუ პარიზი ძალიან მიყვარს და მე პირადად ძალიან ხშირად სტუმრობ ხოლმე. ეს სიტყვები მისი არ გეგონოთ, კარლო ანჩელოტიმ თქვა მატჩის დაწყებამდე. მართალია მეგობრებო, ზუსტად მაგან თქვა. სანამ დავიწყებთ, მაინც შეგახსენებთ თამაშის წესებს. თითო გუნდში არის 11 ფეხბურთელი და თამაში გრძელდება 90 წუთის განმავლობაში. გეტყვი იმას რომ მე დავინიშნე იმ დღეს და მართალი ხარ, შენ არ ატყუებ ჩვენს მაყურებელს. ახლა კი გაგაცნობთ შემადგენლობას. მოდი დავიწყოთ. აი მოიცადე ერთ წუთით რა ამბეს რა ჩამოთვის ახლა აღარ გინდა გეხოცები. მოდი ვინც საჭიროა ის თქვათ. აი მაგალითად ეს საყრდენი ნახევარმცველი ძალიან სიმპათიურია, იმათ მარჯვენა ნახევარმცველი ცოტა სანამ დაიწყება მატჩი, კაპიტნების სამახსოვრო ფოტოს გადაიღებენ მსაჯებთან ერთად. აუ არიციან რა. არიციან, გოგო რა არის? აუ არიციან, მართლა არიციან რა და ყველაზე სიმპათიური ვინც ყავთ გუნდში ის რომ უნდა დააყენონ ფოტოში. სხვათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მესი ძალიან კარგ ფორმაში ხდება ამ მატჩს. და მე დაგეთანხმები წერით, ძალიან უხდება და თმებით ძალიან კარგად აქვს გადაწეული. და აი გაისმის მსაჯის სასტვენის ხმა და მგონი ცდებოდა ბალენსია გამოდის სახლი, როცა ამბობდა რომ წელს ტრენჩი შავი ფერიაო. დღევანდელი მატჩის მიხედვით თუ ვიმჟელეთ აშკარად თეთრი ფერი ჭარბობს. მეგობრებო! და აი პარიზელები გადადიან შეტევაში, აი მიიღო ბურთი მბაპე. მოატყუა ერთი, მოატყუა ორი, დარტყმა. ეს რა არის? აუ შეხედე რა ხელთათმანებიაცია რა, შეხედე რა, პროსტა რა. ფერების შეხამება არის 0, დედას მართალი ხარ, ნერვები მეჭრება რა. შენ მართალი ხარ, ანგარიში არის 0-0, იმიტომ რომ მეკარემ ძალიან მაგარი სეივი გააკეთა. ძალიან არა, ერთი წუთით ეს ხელთათმანები საერთოდ ამ ფორმას არ უხდება და რა ვთქვა ახლა, არ ვთქვა? სანამ მინდორზე ისეთი საინტერესო არაფერი ხდება, მანამდე გაგაცნობთ სტატისტიკას. ეს გუნდები სულ 11 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 6 ჯერ დაამწუხრა რეალმა, 3 ჯერ კი პარიზმა. ანუ მე და ჩემი შეყვარებულებით არიან მეგობრებო, ხან მევაბრაზებ ხოლმე და ხანი. ორჯერ კი ფრეზე შეთანხმდნენ მეგობრებო, ორჯერ კი ზუსტად იგივენერა ჩვენს ესე ვრიგდებით ხოლმე, სხვათა შორის მეც მოვამზადე სტატისტიკა. ვარა მაგარია, აბა გისმენთ, ყველა მოწმენდი გისმენთ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ კარიდან, რაც უფრო შორს არის ფეხბურთელი, მას უფრო ხშირად ენგრევა ოჯახი მეგობრებო. მაგალითად, თავდასხმელები მოღალატეები არიან, ხოლო დაცვაში ვინც თამაშობს, ისინი უფრო ინარჩუნებენ ოჯახს და ურთიერთობას. ამიტომ ჩემი საყვარელი ფეხბურთელია სერხიო რამოსი, მცველი და თავისი ოჯახის ერთ გული დავაგებეთ არა. აი, დიდებულად თამაშობს მარსელო, ნახეთ რა მარსელო აკეთებს. ძალიან კარგი იქნება თუ მწვრთნელი განახორციელებს ტაქტიკურ ცვლილებას და მას მარცხენა ფლანგზე გადაიყვანს, რადგან გუნდი ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ახორციელებს შეტევებს. მართალი ხარ, მაგ შემთხვევაში ეს სიმპათიური ბიჭი უფრო ხშირად გამოჩნდება კაცში და გაგვიხარებს გულებს. აი და აი მეგობრებო, მიიღო ბურთი მოდრიჩმა, გადააწოდა კაზემირომ გადააწოდა ისკოს. სიმპათიურია, ცოტა ხანით შეინარჩუნე ბურთი ძმაო, მიდი რა. უკან პასი გაკეთდა უკან ფეხბურთელები.
გადააწოდე. ეგრევე შეტევაზე არ გადავიდნენ. ესპანური ფეხბურთი ზოგადად ასეთია. აი წინ პასი გაკეთდა ბენზემას მიმართულებით. ბენზემა მოატყუა 1, მოატყუა 2, შევიდა საჯარიმოში. დარტყმა გოლ! გაიტანეს! აუ ბიჭო, რა ბურთი გაუშვა მეკარემ რა. აუ რა ბურთი გაუშვა რა. ერთი საჯარიმოში წესშება. აუ ამის მაგირად მეწა მე ვყოფილიყავი კარში რა. აუ ტუტუცი ბიჭი რა აიღებდი ახლა ამ ბურთს? შეიძლება ბურთი ვერ ამეღო, მაგრამ რამოსი რო გიცავს, ხო აი ძალიან ქალად გიცავს. აი პირველი ტაიმი დასასრულს მივახლოვდა. როგორც ხედავთ, გასახდელში გაატანა რეალმა ბურთი პარი. არა, არ გაუტანებია ჯერ, სადაც უჭირავს ხედავ. არა, საფეხბურთო ტერმინია ეგეთი, ფეხბურთთან ერთად მოდი ჩვენ შევისვენებთ ცოტა ხნით. რა დრო შესვენებაა, მოიცა ჯერ. გოგო, შენ ნორმალურია? რა ხდება რა არის ეს? გისმენდით, ახლა გავგიჟდი, ვერ მოვითმინე რო არ შემოსულიყავი. რა არის ეს? რა კომენტატორობაა? ვაიმე, ძალიან დიდი ბოდიშით რა. აი ეს ახალი კადრი ყავს რა მეუბნებოდი. ვიცი რომ ახალია ეს, ვიცი რომ ახალია და შენ დასაპირებ, შენ, თორე ეს გავიგე რომ ახალია, არ უნდა აუწყო ფეხი. მიდი მიხედეთ ახლა საქმეს, მიხედეთ. გავიცოდა შენ, აუწყებ. მე ამას? ხო, არ უნდა მიხედეს. არ გიშინია სამსახურის დაკავების, მიდი ახლა დროზე. მიდი და გასწავლი, ამყევი, არ ინერვიულო არაფერში. მიდი. ჰე, მზად ხარ? აბა შენიცი ახლა. არ ინერვიულო, რაც თავარია, ხო და ტემპი. მოკლედ. საინტერესო მეორე ტაიმის მოლოდინში უბრუნდებით ეთერში, მოდით გადავხედოთ იკარდის სტატისტიკას. მისი ანგარიში არის 11 ურთიერთობა, აქედან 10 წარუმატებელი და 1 წარმატებული მეგობრებო. არც ერთი ოქროს ბურთი და 1 ოქროს ბეჭედი მის თითზე. მიდი. ახლა შევამჩნიე რომ ნეიმარი არ არის ფორმაში. რამე საინტერესო თქვი, გოგო, მიდი. სოლარიუმის რუჯი ხამივით აქვს მიღებული. აშკარად 15 წუთი იწვა გადაბმულად. ამას ხოჯობია რომ თადარიგი დაიჭირო და 5 დღე 3-3 წუთი გადაანაწილო, არა? მე დავეთანხმებით ჩემს კოლეგას და აჰა, სახიფათო მომენტი. მოატყუა 1, მოატყუა 2, მესამეც. სხვათა შორის ამან 1 ცოლი ეგრე მოატყუა და 7 თვე იყვნენ დაშორებულები. მიდი ძმაო, მიდი მიაწექი. რა სამბობ, რა ხდება, ვერ გავიგერ. ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ოჯახში კაცის როლი უფრო რთულია ვიდრე ქალის. ნუ ვერ ვთანხმდებით? აი ბატონო, ქალის როლი უფრო რთულია. კაცის როლი ბევრად რთულია. ვასებათო. აუ გამაგებინე, რამდენჯერ უნდა გთხოვო, ბოლონაჭერ ყველს რო გამოიღებ, მაცივრიდან ცარიელთებს მაცივარში ნუღადებ, წაიღე და ნიჟარაში ჩადეთქო. იყო მან ყველი და რა უნდა ჩამედო ნიჟარაში. ეს პატარა ყველი, რომელიც სპეციალურად დატოვე იმისთვის, რომ ონკანამდე თებშის მიტანა დაგეზარა? მიგეტანა მე შენ რას მიკეთენდი ერთი? რა თქვი? ანუ მე არაფრის გამკეთებელი არ ვარ და შენ ხარ ამ ოჯახში მთავარი და მე უსაქმური ვარ? აი ეგ არ მithქვამს რა დაგემართა, ეგ არ მithქვამს. შენ საერთოდ იცი ქალის როლი ოჯახში რა რთულია? გეხვეწები ეხა მაგაზე თუ მიდგა საქმე, ეხა ნუ შეადარებ ძალიან გთხოვ კაცის როლს და აი ქმრის როლს და ცოლის როლს ერთმანეთთან ძალიან გთხოვ რა. ცადად დედამიწა. ქალი არის, ნუ რა ვიცი, ეხა რა გითხრა, არ მინდა მაგაზე საუბარი. აი ხა ძალიან გამეცინა, იცი რატო გამეცინა? ანუ რა არის რთული, რომ სადაც გაიხდი ტანსაცმელს იქვე რო ტოვებ, ან სააბაზანოში სარკეზე რომ მიაწუწებ ამ წყალს და რომ დატოვებ. შენ საერთოდ ვერასდროს ვერ გააკეთებ იმდენს, რამდენსაც მე ვაკეთებ. ანუ არ გცხვენია უბრალოდ? არ გცხვენია, ანუ რა ქალის როლზე მელაპარაკებ? გინდა როლები გავცვალოთ და ეგრევე მიხვდები, რომ ქალის როლი არაფერი არ არის და კაცის როლი ძალიან დიდი არის ოჯახში. აუ ნახე როგორ მეცინება, იმიტომ რომ ეგ ფიზიკურად შეუძლებელია, ვერასდროს ვერ გააკეთებ იმას, რასაც მე ვაკეთებ, ხო გითხარი უკვე? კაი.
ეხ, ნეტა დამეჯერებია დედა ჩემისთვის. დედა შენისთვის რა უნდა დაგეჯერებინა? რა უნდა დამეჯერებია და ისეთი თაყვანისმცემლები მოყავდა ჩემთან, მაგრამ მე ხო შტერი ვარ, მე ხო თვალები, მე ხო ბრმა ვარ, ვერ გამოვიხედე თვალებში და ავდექი და რა გავაკეთე, ხო აგირჩიეს შენ. მაგრამ სულელი რო იქნები, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვფიქრობ. ანუ მე მბაძავ ხო ეხლა და მე ანუ ეგრე ვიქცევი, ხო? ეგრე ვლაპარაკობ, ხო? აი ძალიან მაგარი ხარ, ყოჩახ, გადასარევი ხარ, უმაგრესი ხარ. აი რაც მთავარია არა ადამიანი არ ვარ, გაიგე და უნამუსო არა ვარ, კიდე აი ეს არის მთავარი. კარგი, ეხლა რა, ნუ ბოდიალობ რაღაცებს, უკვე ნერვები მეშალება. მარტო შენ გაქვს ნერვები? ანუ ნერვები მარტო, ანუ მე არა მაქვს, ხო ნერვები და მარტო შენ გეშლება ამ ოჯახში ნერვები, მარტო შენ გჭირდება დასვენება, მარტო შენ მე საერთოდ არ ვარსებობ, ხო? ანუ მე ვაფშე საერთოდ არავინ არა ვარ. ან რა გჭირს, ბიჭო, მართლა ნორმალური ხარ, რა გჭირს, რა ცირკებს მიდგავ და რა კონცერტებს მიდგავ, აქ ვერ გავიგე. მართლა სულელი ხო არ ხარ შენ? დამშვიდდი რა, იმ რო გიყურებ მეცინება შენზე. შენ ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ მიყური. აიცა ეხა, მართლა რა გჭირს, ვერ გავიგე. გაბრაზებული ხარ თუ რა არის? არაფერი, რა უნდა მჭირდეს. ბიჭო, მართლა რა გჭირს, ვერ გავიგე, მითხარი ხა თუ რამე გაწყენინი ან რაღაცა, რა ვიცი, დამელაპარ. არა ვარ გაბრაზებული საერთოდ. აი. ანუ ეგრე გინდა, ხო? კი ბატონო. იყოს ეგრე. ეგ რა არის ხა, ეგრე ვშვები მე? ეგ მე ვარ ხა შენი აზრით? მაგრამ აკეთებ ძალიან. ჩადი რა პური ამოიტანე მაღაზიიდან. გესმის? გაანები ხა მსისულელეს თავი და მაღაზიიდან ამოიტანე პური. მაღაზიაში არ ვიყავი, რომ დაგებარებინა ბარე. ო, ეგრეა ესე, კი. მე? ხო. მოიცა. გოგოები უნდა მოვიდნენ და ფეხბურთს უნდა უყუროთ და ლუდი უნდა დავლიოთ რა. ვერსადაც ვერ ამოვლენ დედა ჩემი მოდის დღეს ჩვენთან და რჩება. ბარემ გადმოვიდეს ექალი აქ საცხოვრებლად. გადმოვა, რა თქმა უნდა, ეხლა 75-ით რემონტს გავაკეთებ და გადმოვა. 76-ით. ხო, თან ისა რა ქვია, გიასთან ვიყავი ავეჯზე გადასული, გადასარევი ტრილიაჟი აქვს, საოცარი. საოცარი, მაგარ დიდი ტრილიაჟი იქნება, თან ბევრი გასარეცხი ტანსაცმელიც კარგად დაეტევა ზედ რა. არა, ესე ჯამში რა ვთქვა თავარი რა, კაცი. ეხლა შენ კაცი ხარ და მე მესმის, კაცი გაივლის, გამოევლის, აბა რა სიზავს. ეხლა კაცი, შენ რაც გინდა ის გააკეთე. უბრალოდ მე ნუ გამაგებინებ, ხვდები? აი, მე არ გავიგო მთავარია. მოიცა, მე ეგეთი რაღაც არასდროს მithქვამ შენთვის. ხო და რა მნიშვნელობა აქვს? აი, გეხვეწები რა, კაცის მნიშვნელოვანია და ქალის მნიშვნელოვანია ოჯახში. ხა რა თუნდა ამას საუბარი? ერთმანეთის გარეშე შეიძლება საერთოდ ოჯახი კაცის მნიშვნელოვანია, ქალის მნიშვნელოვანია. ერთმანეთს ავსებენ ეგენი. ვიცი. ხო და თუ ვიცით, აბა რაღაცები დავობთ ეხა საერთოდ და აი, შევრიგდეთ? აბა რა უნდა ვქნათ? მოდი, ჩემო ბუსუსა. მიდი ახლა ჩემო ბიჭო, გაიქეცი მაღაზიაში და პური ამოიტანე, კაი? გოგო, წეგან არ ვიყავი ჩასული, დაგებარებინა თუ გინდოდა. ქორწინება ღვინოსავითაა. რაც უფრო ძველია, მით უფრო კარგი და ძვირფასია. მაგრამ თუ შენახვის პირობებს დაარღვევ, შეიძლება დაძმარდეს. თავარი გოგოების გენერალური სპონსორია კომპანია კრისტალბეთი, სწრაფი, კომფორტული და მრავალფეროვანი სივრცე თქვენი გარყობისთვის. გადაცემის პარტნიორია ზედაზენის ლიმონადი, ქართული ლიმონადის უცვლელი გემო. თუ სასწრაფო გამოიძახეთ, ფრთხილად იყავით. შეიძლება ისეთი ადამიანი მოვიდეს, რომ სასწრაფოს გამოძახება დაგჭირდეთ. ეხლა მომისმინეშვილო დაწყნარი, არაფერი არ გაქვს სანერვიულო. მოვა ეხლა იქიმი და მოგხედავს. დედა შენთან არის. დედა შენთან არის. არა უშავს. რამდენჯერ გითხარი რომ არ დალიობეთი? ხო გაგაფრთხილია რა. მაინც ვარ, რა ვქნა, რა გავაკეთო? არ გერგება ეს სასწრაფო. ვიცი. ო, იცი, თან იცი. შენ თავს ფიცავარ ბიჭებმა დამაზარეს. რატომ მე დაანებიან ბიჭებს თავი? შეეშვი. ხო ხედავ რომ არ გერგება. უი, აი მოვიდა ექიმი, გამარჯობა, გენოცვალი მობრძანით პაციენტი აქეთ არის. ძალიან ცუდად არის, ვერ არის ბავშვი კარგად. არა, კარგად ვარ მე. აბა, კარგად ვარ, წავიდეს. ფეხზე არ ადგე. არა ხარ კარგად. კარგად ვარ, კარგად. წავიდეს უხარი, აღარ. გალია, ხო? მე საიდან მიხდით ექიმო?
კი, დალია. არ მინდოდა, მაგრამ შენ თავს გეფიცები ბიჭებმა დამაძალესო, ხო? მე რა კარგი ინტუიცია გაქვთ ექიმო. დიახ, ზუსტად ესე იყო. ახლავე გავსინჯავ, თქვენ არ ინერვიულე. მე ძალიან დიდი მადლობა. გასინჯავო ანუ ეხლა. ინერვიულე. აბა მიდი შვილო, მოეშვი. აბა ვნახოთ. აბა ვნახოთ რა იქნება. არის სუნთქო. ამდენი ხანი როგორ არის თქო ხა რა საკეთე. დამაცადე რა. აქ მე მგონი ექიმი მე ვარ. იგრძენი რამე? გრძნობელობას ამოწევ. გასაგებია, ხო არა უსეფ. იგრძენი კი. იგრძენი, ხო? აი, ახლა? მეორე გზნობელობაში. მეტკინა ახლა. გეტკინა? კი, კარგია ეს. კარგი, ანუ მეც მტკივა ხოლმე. ექიმო, ესე იგი კარგია, ხო ყველაფერი კარგად იქნება, ხო რა? კარგად იქნება, ნამდვილად კარგად იქნება. გასაგებია. ექიმო, პირადობა ხო არ გინდათ რომ მოვიტანო, მაინც პირადობა თვითონ. ამისი არაფერი არ მჭირდება ცხოვრებაში მე. უკაცრავად? მოიტანეთ. პირადობა. სურათი როა ზე, პირადინობა. დიახ, ეხლავე ექიმო. კი რა გჭირს შენ? პირადობა. ხო შეიძლება რომ უბრალოდ დავივიწყოთ ეს ძველი წყენები. დავშორდით ხო ერთმანეთს და გამსინჯე, კარგად გავხდებით და წახვალ მე. ხელი. პულსი არ გესინჯებათ. მკვდარი ხართ. რა მკვდარი ვარ, ცოცხალი ვარ, რა მკვდარი. ჩემთვის მკვდარი ხარ და ხა ისე არ მაინტერესებს. აი რა გჭირს რა? აღიარე რომ ჩემს წინაშე დამნაშავე ხარ. არ ვარ დამნაშავე და რატო ვაღიარო რომ დამნაშავე ვარ? ოი, გასაგებია. ნემსის გაკეთებაც დაგჭირდება. რა ნემსის გაკეთება ხო იცი რომ მეშინია ამის? ვიცი. ხო და ორი ნემსი უნდა გაგიკეთო. წამალს დავლევ რამეს ამინდა ეს ნემსი. სამი ნემსი. რა სამი ნემსი? ხუთი. დედა! ყველაფერი მორჩება. რა ხუთი მოვიდა? ნემსი? დედა! დედა შენთან არის შვილო. მოდი დედა რა, მოდი აღარ მინდა. აი ესეთი ექიმო, პირადობა, სურათი რო არ თვითონ. კარგია, ხო ეს არის, კი ბატონო. კი ბატონო. აბა როგორ არის? კარგად. იცით, საშიში არაფერია. საში არაფერი. მაგრამ რაღაცს კი მაინტერესებს. ბატონო. საში არაფერია. ძმაკაცებს ხომ არ ურეკავს ხოლმე და შიგადაში ხომ არ ტირის. ეს კაცი არაფერი არ ყოფილა არ ვიცი. არ შემინიშნია ეგ. და ხომ არ ეუბნება ძმაკაცებს რომ ძალიან ცუდად არის და ფსიქოლოგთან აპირებს სიარულს. არც ეგ არ შემინიშნავს ექიმის სიმართლე. არ ვიცი, შეიძლება გასული ვიყავი და მაგ მაშინ საშიში არაფერია. ეშვება. გაიხარეთ. კი ბატონო. გაიხარეთ. მაგრამ წნევას მაინც გაუზამო, კი, ხო? წნევა უნდა გაუსინჯოთ. წნევაო საჭირო. კარგად. კარგად იქნება ხო? ნერვი, თქვენ არ ინერვიულთ, ხელი? ექიმო, წყალი ხო არ მოუტანო? არა. აბა ვნახოთ წნება. ძალიან გაიბერა. ასია საჭირო. უნდა გაიბერო, შუა უნდა მაცადე გაიბერო. პროფესიონალს, ხო? უნდა გაიბერო, შუა. გასაგებია. როგორ იქნება ექიმო? როგორ არის? კარგად იქნება რა უჭირს ამას. რამდენი მაქვს მე? ზუსტად იმდენი გაქვს, რამდენჯერაც არ მიპასუხე და მესიჯებზე არ მომწერე. აი მაგდენი გაქვს შენ. ანუ რამდენი? 150 გაქვს 120-ზე. ანუ კარგად იქნება ექიმო. კარგად იქნება, კარგად. კი, ბატონო. იცი თქვენ წყალი მოუტანეთ, რომ წამალი დაგიოს. კი ბატონო, წყალი მოუტანო. წყალი მოუტანო. წყალი. ყველაფერი გასაგებია. მე წავედი მოვჩი. რას მორჩის აწახვედი, ხო შეიძლება მითხრა რა მჭირს და მე წახვიდე. როცა შენ წახვედი და არ მკითხე რა მჭირდა, აი ისე მივდივარ ახლა მეც. და საერთოდ ამ ნომერზე აღარ დამირეკო შე იდიოტო შენ. რა ამ ნომერზე 112-ზე დავრეკე? ხო და 112-ზეც აღარ დამირეკო. წყალი აქ არის, იმედი. ქველმოქმედება შეიძლება თანხით, ან საცმლით, პროდუქტებით, მაგრამ არსებობს ქველმოქმედების ძალიან უცნაური ფორმაც. მოდი ჩემს. მობრძანდით, გამარჯობა. გამარჯობა, დაბრძანდით. აი მე თქვენზე გავიგე ისეთი ხმები დადის. სასწაულებს ახთენს. მადლობა, დაბრძანდით. ხო, აბა რას? აბა თქვენ გსურთ რომის გაკეთება თუ გოგონას? მე მსურს გოგონასი. ანუ ანუ თუ დამაკვირდებით ეხლა მე კარგად
ბევრი ბოტოქსი მაქვს შეშვებული, ხო და რაღაცნაირად აღარ მომწონს რა როგორ გამოვიყურები და აი ამ გოგონას ბევრი კარგი რაღაცა აქვს. აი მაგალითად თმები ვინდა რომ აი ესეთი თმები მქონდეს. შეგიძლიათ სალონში მიბრძანდეთ და ზუსტად მასე გაგიკეთებთ. არა, თქვენ ვერ გამივიგეთ. შეღება კი არ მინდა. აი ეს თვითონ თლიანად აი ეს თმები ვინდა, აი აქ. გადანერ გვაქვს სურთ ესე იგი, როგორც მივხვდი ხო? ხო. და თქვენ თანახმა ხართ? მე მოგიყვებით, ესე იგი, ქველმოქმედების ფორუმზე გადავიყარე ამ გოგონას. აი ძალიან უნდოდა რომ რამე ქველმოქმედება გაეკეთებინა. ტიპია ესეთი რა. ხო და ამიტომ უარს არაფერზე არ იტყვის. დიახ, იცით, მე ბავშვობიდან მაქვს ქველმოქმედების მოთხოვნილება. და იცით რა მაინტერესებს? აი შემოსასვლელში შესაწირი ყუთი რომ იყო, ეგრისია. პატარა მკერდიანი ქალების ფონდის ყუთი. ეგ უკვე გავეცი. დიახ. ო, აი ძალიან კაი, ძალიან სხვანაირი გოგოა. კაი, მოდი საქმეზე გადავიდეთ. აბა, მგისმენთ? ჩაინიშნეთ. მინდა ცხვირი, წამწამები, ლოყები და ნიკავი. ოღონდ ნიკავი მინდა რომ აი ესე პირდაპირ გადმოიტანოთ ყოველგვარი კორექციის გარეშე. გასაგებია ყველაფერი, წამწამები, ცხვირი, ლოყები არ არის პრობლემა, მაგრამ ეს ნიკაპი თვითონ, ესე უბრალოდ თქვენზე ვერ მოხერხდება. შესწორება დაჭირდება და ცოტა შეკეთება. ვაიმე, რატო? იცით რა შეასაქმე, თქვენ ხართ 90-იანი. და აი ეს არის 2001-იანი და ესე ვერ წავა. არ. სჭირდება რომ რაღაცა ჩარევა. აჰა, გასაგებია და ლოყები, აი თუ ატყობ რაღაცნაირად ეფაკლება. დიახ, ეფაკლება. სწორად ვამბობ, ხო? ანუ რა უვარდისფერდება? ეფაკლება. კი ბატონო. ხო? აი ეს ლოყები მინდა. ოღონდ ფაკლის გარეშე. ვერ მოხერხდება ეგ. ვაიმე, რატო? ეგეთია. ბუნებრივად აფაკლული ლოყებია და არ გამოსვანაი. კაი, იყოს ფაკლიანი კი მაშინ. ბატონო, ფაკლიანი იყოს. კიდე იცი რა მინდა? გლანდები რო გადმოვინერგოთ. რა? გლანდები? ხო. გლანდები, ხო. დიახ, იცით, გლანდები მაქვს არაჩვეულებრივ მდგომარეობაში და გავცემ არ მენანება. არა, არ გენანებათ, მაგრამ გლანდები რა გინდათ რომ გადმოინერგოთ? ანუ, აი ხა თუ კარგად დამაკვირდებით, აი ცოტა ჩამოვინაოჭდასავით ეს ადგილი. ხო და ახალგაზრდა და გლანდებს რა გადმოვინერგავს, შეავსებს და გადაიჭიმება ეს ნაოჭები. ეს ვერ ხდება. ვერა, გლანდების გადანერგვა არ ხდება არსად და ვერც სხვა რამე უნდა მოიფიქროთ. აი რაღაც სხვა რომ არ ვიცი, გლანდს. სხვა რა ეხლა? იცი რა, ამ გოგონას აქვს კაი გრძელი ფეხები, ხო? ხო და მარჯვენა რომ გადმომინერგოთ. მხოლოდ მარჯვენა? ნუ გადმოვიტანოთ ესე მარჯვენა. და რატომ მარტო მარჯვენა? რატო და მოიწიე, იცი რა, გადაღებისთვის მჭირდება და ნახე, გადმომადე. ნახეთ როგორი ეფექტური იქნება ფოტოში. გამოვა ხო? ხო, ძალიან კაი. მეტი არაფერი, ხო? მეტი ხო არაფერი, ეს ჩავინიშნო მორჩა. ხო, რა ვიცი, აბა. კი ბატონო, ფეხი არის. ხო, აბა. მარჯვენა. მორჩა, მეტი არაფერი. მე მგონი, ხო, რა ვიცი. უი. მოიცა. მარჯვენა ხელის არათითი მინდა თავისი ბეჭდით. ბეჭდით ვე. ბეჭდით. ბეჭდით არათითი. მიუთითეთ. კი ბატონო. ყველაფერი ჩაინიშნე. კი, ყველაფერი ჩავინიშნეთ. მეტი თუ არაფერი არ გინდათ, შეგვიძლია რა ეს. მომზადოთ, გავიდეთ და. დიახ, არ მენანება, გავცემ. ხო, ეს კაი გოგოა. ძალიან. იცი რა, თვალისფერი. თვალისფერიც გადავნერგოთ, არ არის პრობლემა. არა, ამ გოგონას თვალისფერი არ მომწონს. უი, აბა რა ვქნათ? თვალისფერი. მართლა. ვერა. რატო? ვერა, რანაირად? რანაირად და ეს გოგონა გადმოგინერგავს თავის თვალებს და
თქვენი თვალები გადმომინერგეთ მე. დიახ, არ მენანება თქვენ. ვიცი რომ არ გენანება, მაგრამ არა, ვერ მოხერხდება ეგ უკაცრავად, მაგრამ არანაირად. მოდი, რაზეც შევთანხმდით, ის გავაკეთოთ. მოვემზადოთ, გავიდეთ და მოვემზადოთ. დავიწყოთ. დავიწყოთ. აი, მე მზადა ვარ. წამოდი. კარგია. წამოდი, ჩემო საყვარელო. წამოდი. ისეთი გოგუები ვიქნებით. აი, აქეთ მოვწონდით. აქეთ ხო? კი. მოვწონდით, მშვენიერია. ძალიან დიდი მადლობა ექიმო. ძალიან. როგორ მომწონს? აუ ისე ის გოგონა როგორ არის? შვენივრად. სხვათა შორის აქედან გავიდა თუ არა, ეგრევე ხელის თხოვეს გავგიშდი. ვაიმე, ხელებზე როგორ არ დავაკვირდი? არა, ხელის თხოვეს, ცოლობას თხოვეს. ცოლად გაყოლა, ხო ხდებით? ვაიმე, აბა მე რას ვაკეთებ არასწორად? მე მგონი მართლა ხასიათი. ხასიათი უნდა გადავინერგო. მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა გოგონებს, მადლობა ბენდ სკარლეტი, მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში.